ყველას მოგესალმებით. გავამზადე გოგოების საგზალი. ხო, ველოსიპედი გამოვიყვანეთ. წყალი სახში არ დაგილებია შენეველნათ მაგაწეწილი, იმიტომ რომ არ მაცადა გამოიქცა გარეთ. მიზეზი გაჩვენეთ ახლა, ჯერ ამ ყვავილებს გაჩვენებთ. რა საყვარლებს აუცილებლად რა საყვარლებია ნახეთ და იმ ქალბატონს იცნობთ. დასეირნობს ნელა. მოიცა გავხსნი ჯერ მაგას დე. ეხლა ეს გვაქვს არაჩვეულებრივი ამინდი. ჩვენთან არის კვირა დღე. საოცარი ცა გვაქვს. დილა არის ახლა და ცოტა გრილა. და გოგოებს მოვახურე მოსაცმელები მაინც რა ვიცი. და მე რომ უფრო კარგად რომ გაათფობს მზე ყველაფერს გავიძრობთ მოსაცმელს, ხო? ევეს მართალია ნახევრადაცვია, მაგრამ არა უშავს. ნარგობებო მისეირნა ცოტა გოგოებთან ერთად. რა წყნარად ხართ, დედა? რა წყნარად ხართ, დე? ახლა უნდა შევიაროთ აფთიაქში რაღაც და ვიყიდო. და მე გავაგრძელებთ გზას, ხო? ფუფალა. როგორ გაცვია ეს რა არის? პრინცესა ხარ? საოცარი პრინცესა ხარ? ევე მოგწონს ისა ლოლიპოპი? აფთიაქში ვიყიდო შაქრის გარეშე. იმისია და ატმის და ეს აფთიაქში რო იყიდება შაქრის გარეშე ის ლოლიპოპებია. ოლოებს ლიაპამე. ავიდეთ ახლა პარკში. გავისეირნოთ ბატონ. არა, ჯერ გეცვა სიგრილია დედიკო. ჭუჭყიანი იყო დედა, შადრევნის წყალი იყო ჭუჭყიანი. რატო და ეთყობა არ აქვთ ის შადრევანი გაწმენდილი და მწვანე ფერის წყალი ამოქონდა დე, აბრუნებდა ჭუჭყიან წყალს. ევეკო დაგველო დედე? აი, ნახე კიდე მწვანე ფერი აქვს. არ გაწმინდეს დედიკო. ჩვენი ველოსიპედი. უი, დაგეძახე გოგო. აი მე ეს იმდენი ხნის არის. ევეკო იყო 6 თვის რო უყიდეთ. დამელოდეთ. ევეკო იყო 6 თვის რო უყიდეთ და ამდენი ხანია გვემსახურება. გოგოებო. აბა ვის ესმის? ევეკო, დამელოდეთ არ გახვიდეთ უჩემოთ, იმიტომ რომ იქ მოტოციკლეტით გამოდიან ხოლმე. ნახეთ რა სილამაზია. ნახეთ რა ლამაზია. მოდივარ დედა. მოდივარ. ნახოთ აბა ალექსანდრე თუ იქნება პარკში. წამა ვნახოთ თუ იქნება ალექსანდრე. მოდი. ალექსანდრე გიყვარს? ნახოთ. მოიცა დედიკო ნელა მანდ მოტოციკლეტით არ გამოიარონ. იმიტომ რომ აქ ხანდახან ესე ტროტუარზე რა პარკის შიდა ტერიტორიაზე შემოდიან ხოლმე და აი მე რამდენი ხალხია. მოდი წიწილა. სათვალები არ გვიკეთია დღეს, არ ვიყავით სათვალის ხასიათზე შესაბამისად. სად არის ალექსანდრე, სად? უთუნა. იმდენი ქართველები ვნახეთ აქ. ალექსანდრეც ვნახეთ, კონსტანტინეც ვნახეთ. ყველა ვნახეთ, ხო? შემოგელებ. დანიკუნა აქეთ არის? ევეკუნა იქეთ არის. აი. ჩემი დრანცულიკო. ვინ გიყვარს დედა?
ეცენა და ბუცენა. ჭორიკანა. სამაჯურებს იკეთებთ? სახლიდან წამოვიღეთ სკოჩი. დავიმაგრეთ ხელზე. შეხედე. ვაუ! ყოფნით თუ კიდე მოვიტანო? კიდე მოვიტანო? ეხლა რომელი მოვიტანო? მოიცა იმ იასამნისფერს თუ მივწდები მოვიტან, ოკეი? ნელა. წამოვედით სახლისაკენ. ალექსანდრეს დედიკომ თიკუნამ გოგოებს კრეკერი მისცა, იმიტომ რომ ძალიან მოეწონათ ეს ყველის ის არის. ჩვენ უსაყვარლეს სოვოლოში გაკეთებ. სახში დაგტოვო? დედა, ნახე, აი იქ მარკეტში მივალთ და წავალთ მერე სახში. ოკეი? დაღლილია. მე ძალიან მინდა სახში. გავიაროთ მარკეტში. იყავით მარკეტში. მაკარონს რა მოუვიდა მარკეტში? ვინ გადააგდო? მე? შენ? და რა მოუვიდა? დაიყარა ძირს მიმოიფანტა? აღარ გინდათ მეტი სახში რომ მივართ საჭმელი უნდა ვჭამოთ. ხო და მაკარონზე რა არის? ეს კრიცინი არის და სახში რომ მივალთ საჭმელს შევჭამთ, აღარ გვინდა ესენი. ხო და მოვრიგდით როგორც იქნა. და ამ ქალბატონმა აგერ ეველინაკი. ეველინა. რა უქენი მაკარონს? მოკლედ, შევედი რომ მეყიდა მაკარონი მინდოდა და სოია соуსი, მაგრამ სოია соуსი არ ქონდათ. ხო და სოია соуსი რო არ ქონდათ, მაკარონი მაინც უნდა მეყიდა. ანუ ისიც მინდოდა, ისიც მინდოდა. და ქალბატონმა ეველინამ არ მოისვენა. სხვადასხვა მაკარონებს კიდევდა ხელს და გადმოიყარა რა. ეველინას კი არა, მეც მომშვია, მეც გადმომვარდნია მაკარონი და დაყრილა ძირს და ანუ არ გახსნილა ისე ჩამოვარდნილა შეფუთვა და დამიდევს თავის ადგილზე, მაგრამ ევეკოს ამ შემთხვევაში რა მოუვიდა? გაიხსნა შეფუთვა მაკარონის და დაიყარა? ჩვენ ავხლიკეთ, ხო? ავიღეთ. ავიღეთ? თუ ისე დავტოვეთ? ჰა? მასე გაბუსული რატო ხარ და გეჩხუბა ვინმე? ჰა? გეჩხუბა დედა ვინმე? ევეკო, გეჩხუბა ვინმე? ვინ გეჩხუბა? მე კი არ გეჩხუბა, მე შენიშნა მოგეცი, რომ რასაც არ ვყიდულობთ, იმას ხელი არ უნდა მოვკიდოთ. ხო მართალია? რაც არ გჭირდება, ტყუილუბრალოდ ესე ხელი არ უნდა მოვკიდოთ. შევკეთ დასრული. და მე მოვკიდე ხელი. შენ არ მოკიდე ხელი. მე კი არ გეჩხუბა, შენიშნა მოგეცი. ჩხუბი არის, როცა ყირიან, ესეთიც გიქნევენ, ხეხებს გიბაკუნებენ, მასე გაგიკეთა დედიკო? ჰა? მასე გაგიკეთა დედიკო? ჰა? მე რატო ხარ შენ მასე გაბუსული? მე მოგეცი შენიშნა, რომ არ უნდა მოკიდო ისეთ ნივთს ხელი, რაც არ გჭირდება, რასაც არ ვყიდულობ. ეს არ უნდა აიღო დადო, უნდა მიხვიდე, რაც გჭირდება, ის აიღო და წამოიღო. ხო და რას მოვაყოლე ახლა მთელი ეს ისტორია? არ არის წყალი მაგაში მივედით უკვე სახლა. რას მოვაყოლე ახლა ეს მთელი ისტორია? მივედი სალაროსთან, ვუთხარი რომ ესე მოგვივიდა რომ ეს შეფუთვა გაიხსნა. და არის გადასაყრელი მაკარონი, იმიტომ რომ ძირს დაიბნა და მე ეს სპაგეტი ავიღე და ჩავდევი ისევ იმ შეფუთვაში და მეთქი ფულს გადავიხდი და თან გადასაგდებია მე. წყალი არ არის შიგნით დედა. და ნუ მე სახლთანა ვართ ეხლა დედიკო და მივართ და დალებ.
მოკლედ მივეცი ფული, მივეცი ეს 2-3 ნივთი რაც მქონდა ნაყიდი, მოდიდე. 2-3 ნივთი რაც მქონდა ნაყიდი, გადავიხადე ფული და რო გამოვედი, არ დავკვირვები ვარ ქვითარს. საერთოდ. რაღაცა თუ არ დავაკვირდი. და რო გამოვცილდი მარკეტს, მერე ვნახე, რომ იმ გაფუჭებული შეფუთვის ფული არ აუღიათ. არ გადაგვახტევინეს რა. უბრალოდ ბატონო. კაბადი დასვრი. არა უშავს დედიკო. გამოუცვლით. ანუ საერთოდ 1 ცენტი არ გადაგვახტევინეს იმ მაკარონისთვის. მინდოდა მე მიბრუნება მეთქი ვეტყვი რომ რატო არ გაატარეთ თქო, მაგრამ ესე ჩათვალე საჭიროდ. ესეთებიც ხდება. ნეტო საქართველოში რას იზამდნენ? ამ შემთხვევაში საინტერესოა. ესეთი ამბები, ამიტომ ევეკოსთვის იქნება ახლა გაკვეთილივით, რომ რომელი ნივთიც და პროდუქტიც არ ჭირდება და არ უნდა ვიყიდოთ, ხელს აღარ მოვკიდებთ, ხო? მივალთ, ავიღებთ იმას, რაც გჭირდება და წამოვალთ, ხო? ოკეი? ვაიმე, რა დაღლილი ხარ, დედა? ვეღარ ლაპარაკობ. მენიუში აქვთ მაკარონი, ქათმის კატლეტი, რომელიც გამოვიდა უგემრიელესი, ნარგოვის სალათი გააკეთა. ეხლა მაკარონზე მოუყრი ყველს ჩემს გოგოებს და მიირთმევენ მოკლედ. შეიძლება ევეკომ ძაძიკი მოითხოვოს, ეველინა ძაძიკს აბსოლუტურად ყველაფერზე ჭამს. ხო და ზურაბისთვის შევწვი მოკლედ აეროგრილში ეს ბარკლები. დავამარინადე სოიოს სოუსში და ქათმის მწვადის სანელებლებში. საერთოდ სოიოს სოუსში როცა ესე მარინადს აკეთებს, სულ მუქი ფერი გამოდის. თვითონ სოიოს სოუსი ხო შავი არის და რო ამარინადებ, მე თითქოს დანაწვავია, მაგრამ დამწვარი არ არის. აშკარად. უბრალოდ ესე გამოდის საზღარი გასარეცხია მე აეროგრილი. და ზურა მიირთმევს სავარაუდოდ სალათასთან და პიტასთან ერთად. ხო და ამასობაში მოსაღამოვდა. გოგოებს მოშივდათ, გაუკეთე ყიყლიყოები, დარიჩინი და ჯაუზი დავუმატე, რძით და კვერცხით და დაუჭერი ფორთოხალი. ხო და ახლა მიირთმევენ, მე მანამდე ჭურჭელს დავრეც, ხო და მე ისევ გავაგრძელო ჩემს საქმეს. გუშინ გავაკეთე გემრიელობა ჟელე. გუშინ გავაკეთე თუ გუშინ წინ გავაკეთე? გუშინ წინ გავაკეთე. ერთ დიდ უზარმაზარ ფორმაში. ოღონდ ის მზა ჟელეები რო არის ყუთებში მარკეტში რო იყიდება, ის არა. მე თვითონ გავაკეთე ჟელატინით, ქვემოთ არის კაკაოსი, ზემოთ არის ბერძნული იოგურტის და სულ ბოლო მოწითალო რო არის, ის არის ალუბლის წვენით და გამოვიდა უგემრიელესი თანთალა. გაიგაცო. ოჯახში გვიყვარს უყველას. ძალიან თან. ძალიან უყვართ, ამათ ძალიან უყვართ. არ გოუდი ზიპინი. ჩემ კვერს გაურეცხავს მანქანა და მოკლედ მოუწესრიგებია ყველაფერი, ვიდრე მე სახში საქმიანობდი ბავშვებს ბანდი აწესრიგებდი. ვაიმე გაჩერპტორი მნაირია. არ ვიცი რას უნდქავართ. ზიპინა. ათენში ჩამოღამებულია, ბავშვებს ძინავთ და რამოდენიმე საუკუნის შემდეგ გადაწყვეტა ჩემო მეუღლემ რომ გამომასეირნო. ჩავკიდე. ვითომ მოლივა. მიგეჩინია. და გოგოები დავტოვეთ დაძინებულები ნარგოსთან. ხაჭდო. იცის რომ მოდი დანაპოდა სიხარდა, მაგრამ არ იმჩნევს. და დამიტყობს. ხო, და უი, ალაგებული. ალაგებულია ყველაფერი. მე არ მინდა ნაყი. კაი, შეიძლება სალაროს დაკეტილი ქონდა ერთ? რომელზე იკეთებო? 11-ო ესე ეწერა და ჯერ 11 არა. არა. არ გინდა? გინდა ნაყინი? შენ არ გინდა? მოკლედ რომელიმე საქედან ავირჩევ გემრიელობას.
მუშაობენ, გაგვიმართლა. ჯერ არ დაკეტილან, ღიად არის. კიდე ერთი ნახევარი იქნებიან ღია და ზურამ აირჩია დუბაის შოკოლადის ნაყინი. არ არის ისეთი, როგორც ელოდებოდი. მე დავტკბები შოკოლადის პასტით. ძალიან დიდი ხანი არ მიჭამია მსგავსი დესერტი. გემრიელა დაკეთებენ სხვათა შორის, ზოგადად ბერძნების დესერტები ესეთი პასტისებურია. ანუ ჩვენებური ბისკუიტები და კრემები და ამბები არისენ უფრო ამთაგვარია. მაგრამ გააჩნია სადყიდულობ, აქ ძალიან გემრიელია. ისეთი ჩაწოლილია ჩემი ხალხი. ასე აქეთა ვარ მარტო კიკილა ვარ აქეთ და ჩაწოლილი არ ჩემი ხალხი. შერკინებაში იმდენი უთხესი მათმა შენში და უყურებ რა ის რა ქვია მივხვდი ეგრევე ცხრიანი რომ გრძელებას გააკეთებდა 12-ზე ან 13-ზე გამოუშვებდა რა და ამ ჭკვიანმა პირდაპირ გააკეთა იმას რა ქვია 14-ზე. ანუ ორი კაცი გამოტოვა 12, 13 და 14-ზე. მე კიდე ვიდექი 13-ზე და 14-ზე შუა. რა მინდა მე ჩემი 15-იანი და რომ კიდე მაი ამ ფეხებს ხო ვიყავ ტრაქი კარგი ვარ. ხო და იქიდან კი მესმის თან სიცხე მაქვს. მაი 38 და 2. ზუსტად ვარ 15 კაცი არა ყავს გულში იმე საერთოდ არავინ არ აქვს რომ იმას შეცვალოს 15 კაცი ვარ და მე ქედა ვიშა. ნიკორა და ის რა ქვია და მიდი მოგსდევენ გაიქეცი მიდი არ მოიხედო უკანა და გერცი გავიხედე და მაჩხანელი ეს ყველა ამხელა კაცები ამხელა 16 წელი კარგი ვარ ეს ტრაქს ემხდება ეს ფეხი თან ტკივა ეს რომ ის და კაკრას ჩემი 5 მეტრი და უნდა დამიჭირო ორივე ხო როგორც ნოუთბუქი ძალიან მომიახლოვდნენ ახლა სად ამხელა ფეხები რომ გარბის და სად ამხელა ფეხები რომ მოხსდებს რა თან ეროვნულის ხალხი ისინი რომ დაახლოებით 23-24 ეს რა 24 ეხლა უკვე ეს კაკრას უკვე რომ ვიგრძენი უნდა შემომხვიონ ორმა ხელიდან ერთად მეც გადავხვდი და დავდევი ლელო და ვარ კეთილში მესამე პლატოზე თამაშობ. აი იქ ძროხები და ისინი ყავდა თეთრ ფერმა იყო რა და რო იწვიმებდა ესე იყო სტადიონი. ანუ მე იმას ხო არავინ გაასწორებდა ჩვენ და ეს და ანუ იქ ფეხის გადატრიალება. აი ყველაფერი მოსულა რა. ძალიან ცუდი სტადიონი იყო და რო გადახვდი დასაფხული ხო იყო ბალახი საერთოდ არ იყო და იყო ეს ტალახები ეს ამობურსო და ხო გავსრიალდი და დავდერგ მიხარია რაღაც ავდექი და ესე გახეხილი გაწითლებული ამ იმაზე რა ქვია და ესენიც რო დამეწეს რა ნატანჯი ვყავ ხარ მეოთხე ლელა იყო მაგი იმ დღეს მაგრამ აი წავაგეთ 52-20 თუ რა მოკლედ ხალხო დღეს მიყვება მისი რაგბის ისტორიებს. გავახსენდა და ხო და ისე საინტერესო ტყვებოდა და ზურა მოკლედ თამაშობდა შენ უკეთესად იტყვი მე რამე არ შემეშალოს სიხარულოსად თამაშობდი? მე თამაშობდი რუსთავის ხარებში დავიწყე მე აკადემიაში გავაგრძელე მე 25 წლის მერე საბერძნეთში ორჯერ გავხდი ჩემპიონი თუ რა ვიცი რამდენი აქაც თამაშობდი მე დაოჯახდი აღარ თამაშობდი ჩემ პენსიონერი რაგბისტი არის ეს ადამიანი რომელსაც მართლა ძალიან კარგი იმიტომ კი არა რომ ჩემი მეუღლეა უბრალოდ ძალიან კარგი მომავალი ელოდა რაგბში ტრავარ ვარ მოსულოდა სამწუხაროდ ხარი მოვიდა უხლი მოვიდა ხე ახლა არა უშავს საერთოდ რთულია როცა ტრავას მიიღებ შენი ტოლა ბიჭები შენ კონკურენცია და ის ჯანმრთელია ხო და შენ 6 თვეც რო გაჩერდე ანუ შენ 6 თვეც გაჩერდე ის შენ 1-2 წელი მაინც გინდა რომ ძალები აღედგინე და დაეწე ისიც ხო წინ მიდის
მე შენ ძალიან რთულია. ერთხელ გამომიძახეს, მეორეჯერ რო გამომიძახეს, მე კიდე ტვინი შერკროა მივიღე. ხო, და ერთი სიტყვით ნაკრებში სამჯერ ვიყავი, სამჯერ სამწუხაროდ. დრამები მივიღე, დამტოვეს, დავჭი. ხო, და ესე რა. მაგრამ რაც წამოვედით იქიდან მეყვება რაგბის ისტორიებს და ისე გებრიელად ყვებოდა ახლა. ჩვენ სახში ვართ უკვე გოგოებს ძინავთ. გაიგო ბავშვობა. მადლობა ტკბილისთვის სახარულო. გემრიელი იყო ძალიან. მე არ მომეწონა. ხო ზურა არ დარჩა აღთოვანებული დუბაიში. მომდა მე პიტა ეს ძალიან. რაღაც მანგო ამნაირი. ვანილიც რომ მეყიდა ჯობდა ეს შოკდუბაი შოკოლადი კი რა. შიგი ხუთური. კატარია ხარ ხო. მაგრამ შენი მეუღლე რო დუბაის შოკოლადის ჩიზკეიქს აკეთებს ეგ ის ახოტოში ნაყინში არ მოგეწა. გემო ვერ გავიგისარ. ესეთი ამბებია. აქედან დაგემშვიდობებით მეგობრებო და ჩვენ გავაგრძელებთ რაგბის ისტორიების გახსენებას და შევხვდებით მომავალ ვლოგში. გემშვიდობებათ რაგბის ვარსკვლავ.